მოშიმშილების მთავარი სათქმელი არის ის, რომ პროტესტი გაგრძელდება ბოლომდე, ვიდრე არ მიაღწევენ ქვეყანაში ახალი სამართლიანი არჩევნების ჩანიშვნას და პოლიტიკური და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას. ასევე პასუხობენ ქართული ოცნების პროპაგანდას, ვინაიდან ამუშავდა პროპაგანდა და დისკრიმინაცია ხდება მოშიმშილების, ვინაიდან ქართული ოცნების მხარდამჭერები სოციალურ ქსელებში აქტიურობენ და ეჭქვეშ აყენებენ, ნამდვილად შიმშილობენ თუ არა ეს ადამიანები. მოშიმშილები ამბობენ, რომ მათ დასამალი არაფერი აქვს და სწორედ ამიტომაც თუ ვინმეს რაიმე შეჭვი ეპარება, ითხოვდნენ ისინი და ითხოვენ ამ დრომდე, რომ ადგილზე სისტემატიურად იდგეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა, რომელიც გააკონტროლებს ნამდვილად იმას, რაშიც პროპაგანდას ეჭვი ეპარება. გარდა ამისა, იმატა უკვე პროვოკაციებმა სულ რამდენიმე წუთის წინ აქ უცნობი ქალბატონი მოვიდა, რომელმაც მოშიმშილეებს წინ ხურდები დაუყარა და ასე მოახდინა საკუთარი პროტესტის გამოხატვა მოშიმშილეების წინააღმდეგ, თუმცა ადგილზე მყოფი ადამიანები აცხადებენ, რომ ბრძოლას და პროტესტს გააგრძელებენ ბოლომდე. ვიღაც ხალი მოვიდა და ფეხქვეშში ჯდომა მოშიმშილეს დაუყარა ხურდა ფულები. და რას ნიშნავს ეს? ჯერ ერთი დედა ხარ, ხალი ხარ. აი როგორ უნდა იკადრო, ვინც ხამ რაც არ უნდა დაგავალოს. ეს ხო დავალებით მოვიდეთ. ვითომ ჩვენ ფულს გვიხდიან აქ რა იყო, რისი სიმბოლო იყო, ვერ გავიგე. ვითომ ფულს გვიხდიან რომ შიმშილობთ? ვერანაირი ფულზე შიმშილობას ვერ შეძლებს ვერანაირი ადამიანი. არ არსებობს ასეთი რაღაცა. იმიტომ პროვოკატორი იყო. ხომ მივმართეთ, კაცო, წარმომადგენელი გამოუშვიდა მეთვალყურეობა, დააწესეთ, რომ აი ეს არ მომხდარიყო. აი ეს პროცესი, მაგრამ ამისთვის რომ ემზადებოდნენ, იმიტომ არ გამოუშვეს ჩვენთან აქ წარმომადგენელი, კონტროლის დამწესებელი. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ის პოლიტიკური მოცემულობა, რაც მის გარშემო შეიქმნა, მას უბრალოდ ართმევს შესაძლებლობას შედგეს როგორც დე-ფაქტო ხელისუფლება, იმიტომ რომ ეს არალეგიტიმურია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ და ასეთ მოცემულობაში მისი ფაქტობრივი შესაძლებლობები ძალიან შეიზღუდა. შესაბამისად, მგონია, რომ თუ გამოუშვებენ ყველა პოლიტპატიმარს და დანიშნავენ ახალ სამართლიან არჩევნებს, ეს დააბრუნებს ქვეყანას რაღაცა პოლიტიკური განვითარების ჭრილში. სხვა შემთხვევაში ქვეყნის მდგომარეობა სულ უფრო დამძიმდება და საზოგადოებაში ესკალაცია გაიზრდება. ეს მთავრობა ხალხისთვის არ არის, ეხლა მთავრობა არის ხალხი თავის ჯიბისთვის მარტო. ამას რო კაცი იტყვის, აგერ ხალხი 14 და 16 და 17 დღე შიმშილობს, რომ გასუქებულები არის, რომ იმ კაცს რა უნდა ელაპარაკო. ხაინდრავა ასეთი პოლიტიკოსია, ყველა პარტიაში დაძრობა. ხაინდრავა შეერი ხალხი ვართ, აგერ ახანდა მე 17 დღეა საჭმელი ლუკმა არ შემიჭამია, ის ეჭამა ხაინდრავა სოლშუნა, როგორც მე ჩვენ არც არაფერი გვიჭამია კანა. ვითხოვთ სინდისის და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ქვეყანაში ახალი სამართლიანი არჩევნების დანიშვნას. ამ მოთხოვნით უკვე 14 დღე არის, რაც მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის წინ შიმშილობენ. მათი რაოდენობა იზრდება და შეიძლება ითქვას, რომ უახლოეს პერიოდში კიდევ გაიზრდება, ვინაიდან ერთ-ერთი მოშიმშილე დაკავებული ყავდა ქართულ ოცნებას, ის როგორც კი დატოვებს ციხეს, ისევ შემოურთდება მოშიმშილეებს, ამიტომაც მოუწოდებენ აქ მყოფი ადამიანები ყველას, ვისაც ამის საშუალება აქვს გააგრძელოს შიმშილობა და შემოუერთდეს მოშიმშილეებს ამ მოთხოვნების მისაღწევად.